მოგესალმებით. მე ვარ 92 საჯარო სკოლის მოსწავლე, გიგა გაშეჩილაძე. მე მივიღე გამოწვევა და დღეს უნდა წავიკითხო ერიხ რასპეს ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი. თავი პირველი. ყველაზე მართალი კაცი. დიცხვირად შეაბერი კაცი ბუხართან მიმჯდარიყო. ირგვლივ მსმენელები შემოეკრიბა და თავის თავგადასავალს უამბობდა. ოჯახ მიუნჰაუზენი დათინვით წამოიძახებდა ხოლმე რომელიმე მსმენელი და იყო ერთი სიცილ ხარხარი. ბერი კაცი კი მაინც ახერხებდა ახეინად განაგრძობდა თხრობას. უცნაურ ამბებს ყვებოდა მიუნჰაუზენი, ჰოდა აუფრინდი მთვარეზე. კიდევ სათყოფილხარ მიუნჰაუზენს სად? სიცილით ეკითხებოდნენ აქეთ იქიდან. სად არ ყოფილვარ, რა არ მინახავს? სამფეხა ადამიანებთანაც მიცხოვრია და თევზის მუცელშიც ერთხელ თავიც კი მომწყდა. კარგი კაცო, გეყოფა ტყუილებით ნუ გაგვბერე. შეუძახებდა ვინმე. მიუნჰაუზენი მოიღუშებოდა. მიკვირს რატომ არ გჯერათ? სად მე და სად ტყუილი? ჩემი მეგობარი ბარონები, სულთნები თუ იმპერატორები სულ იმას გაიძახოდნენ. მიუნჰაუზენსთანა მართლის თქმელი კაცი ამ ქვეყნად არ დაიბადებაო. ბავშვებო, წაიკითხეთ ეს წიგნი და თავად განსაჯეთ. მიუნჰაუზენისთანა მართალი კაცი ამ ქვეყნად კიდევ იყო თუ არა? ვინ იქნება შემდეგი?